რადგან ასე შეგიყვარდათ ჩემი ჭიქის განხილვები, კიდევ ერთ ჭიქას შემოგთავაზებთ, შეგახსენებთ, რომ მე ვარ ნათია შაი, ეს ჩემი არხია და მას შემდეგ, რაც თქვენ გამოიწერთ ამ არხს, პირდაპირ ის თქვენი უსაყვარლესი არხი გახდება. გარეთ ჭიქაზე ძალიან პატარა დეტალები არის, თუმცა შეიძლება თქვენც აღითქვათ, ჩანს ცხენზე ამხედრებული, ხმალამუღებული რაინდი. ეს არის ძლიერი სიმბოლო ბრძოლისათვის მზადყოფნარი. შეიძლება ეს ბრძოლა იყოს შინაგანიც თქვენში არსებული. რაღაცა ფაზაში იყოთ, რომ დაასრულოთ ეს ფაზა, დიდი, ძლიერი, გაბედული ნაბიჯები იყოს საჭირო ამისათვის. ამ რაინდს თავზე აწერია სამიანი და ეს სამიანი დაწერილი არის, აი თეთრი სახლია და ამ სახლს აწერია თეთრი სამიანი, თეთრ სახლს სამიანი. და არის არც შეიძლება სამკაციანი ოჯახი გყავდეთ? ან ოჯახში სადაც თქვენ ხართ? სამი ერთი სქესის ადამიანი ცხოვრობს, მაგალითად სამი ქალი, სამი კაცი. რომლებსაც სამყაროდან წამოსული ძალიან ძლიერი თეთრი ენერგია აქვთ. აი სუზევით, აი აქ, ნახეთ, პატარა თეთრი გულია და თითქოს ამ გულიდან ფრინველი უნდა გამოფრინდეს, ფრთები გაშლილი, როგორი ჩიტია. ეს არის თქვენი სულის თავისუფლება სიყვარულში. ეს ნიშნავს, რომ თქვენი გული არ დაბერებულა, მას კიდევ სურს გაფრენა, ბედნიერი ცხოვრება, თავისუფლება. ლაღი თავისუფლება სიყვარულში. ეხლა ვნახოთ ნახე სანამ შიგნით გადავალ, აი ამ გულს ესეთი როგორი გზასავით აქვს და მასზე კაცი მორფის. აი ეს თავისუფალი სიყვარული მოვა თქვენთან ადამიანი, რომელიც ზუსტად რეზონირდება იმ დამოკიდებულებასთან, რა დამოკიდებულებაც გაქვთ თქვენ სიყვარულთან დაკავშირებით. ეხლა კი ვნახოთ ჭიქის შიგნით. აი ნახეთ მამაკაცი, რომელიც ძალიან დიდი ნაბიჯებით მოდის, წინაც კაცი, ოღონდ უფრო პატარა ხვდება, უნდა შეხვდეს. მოძრაობთ. ნახე, კარგის მაჩვენებელია ეს, თქვენ დინამიკას აჩვენებს, თქვენ შესაძლებლობებს აჩვენებს და იმას, რომ სწორად მოძრაობთ, კარგად მოძრაობთ, უნდა იყოს სიცოცხლე იქ არის, სადაც მოძრაობაა. ხოლო აი ეს პატარა კაცი, რომელიც წინ ხვდება, ხო, ახალი ადამიანია, ვინც მოდის შენს ენერგეტიკულ ვერში, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, მაგრამ ის თქვენს ენერგეტიკასთან შედარებით პატარაა, დაბალ ვიბრაციულია, თუმცა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში და ამ ყველაფერს როგორ დიდი სამიანი აწერია, ეს რაღაცა კარმულია, განგება არის აქ, რომ თქვენ შეხვდეთ ერთმანეთს და ის მოვიდეს თქვენთან. აი სამიანის გვერდზე ალბათ ხედავთ, ქალი არის პროფილში, წინ აქვს შავი გული, ეს კიდე მიუთითებს იმას, რომ შენს ცხოვრების სივრცეში სიყვარულს, გულს აქვს კიდევ ერთხელ დიდი მნიშვნელოვანი ადგილი. თუმცა შემთლიანად არ ხსნი შენ თავს, უყურებ, აკვირდები, მაგრამ არ უარყოფ ამ სიყვარულს. ქალის წინ დიდი კაცი არის, წამოწოლილი და აი ეს ნახეთ, როგორ აქვს ხელი ცერათითი აწეული ზევით ეს. აი ესე. ნათელი სიგნალია შენს სწორგზაზე რო ხარ, რასაც ვამბობდი და გადაწყვეტილება, რომელსაც იღებ, სწორია. და ამ გადაწყვეტილებას იღებ ინტუიციურად, სამყაროსთან თითქოს შეთანხმებით. აი კაცის უკან წერია თეთრი ორიანი, ბეძე წინ ალბათ ხედავ და ეს არის
ან წარსული ურთიერთობა, ან პარტნიორი, რომელიც რაღაცას გასწავლის, ანუ კარმულად არის და გასწავლის, ასევე ეს არის პარტნიორის, ვისთანაც ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა, ყველაფერი წინ არის. აი ხა ცენტრში, ალბათ ყველა შეამჩნევდით, ვისაც შეუძლია წაკითხვა, აი მე მოგიხაზავთ, აი ეს დიდი ნაღი როგორი საყვარელი ძაღლის, აი დობერმანის ტიპის ძაღლის სურათი არის, ფოტო არის, თქო კი ნაღავ თქვი. ეს არის შენი ძალიან დიდი დაცულობა, შენი ენერგეტიკული დაცულობა, რომელიც შექმენი შენ თვითონ, შენი ძალით, შენი ენერგიით, შენი ფიქრით, შენი გადაწყვეტილებებით, შენი გულიდან ამოსული სუფთა წყაროთი და ენერგიით. ასევე ამ ძაღლს აქვს დააკვირდით ადამიანის ფორმა, ოღონდ უთავოდ და ასევე ნახე რას ჩანს, აი გაიხსენეთ თქვენს ცხოვრებაში ვინ იყო ადამიანი, რომელიც საკმაოდ ძლიერად იყო თქვენს ცხოვრებაში შემოსული, მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, მაგრამ რაღაც მომენტში, რაღაც ეტაპზე ისე მოიქცა, როგორც უთაო ადამიანი. ძალიან იმპულსურად და ასე ვთქვათ, არაგონივრულად მოიქცა. აი ეს ადამიანი ახლა იქნება თქვენი, აი შემოტრიალდება, ეხლა კიდე პირდაპირ მარტო თავია ძაღლის, ხო? ეხლა ძალიან ბევრი აქვს გააზრებული, გადახარშული, ნაფიქრი და უკვე შემოვა, ასე ვთქვათ, გონივრულად, მეგობრულად, როგორც შენი მცველი. ეხლა მე მინდა ესე მოვატრიალო აი ამ ფიგურას. აი ეს ფიგურა ნახოთ, ქალისა ეს პროფილი და აი ეს ფიგურა. აი ეს არის ძალიან ძლიერი ენერგია, თუ ეხლა უყურებ და ქალი ხარ, ეს ხარ შენ. და ასევე ვხედავ, აი ნახე, აი აქაც როგორი ქალის ფიგურა, მაღალი, ლამაზი, ბედიშობილა, გაშლილი. თმებით, ეს არის შენი, აი ნახე, ძველი არქეტიპიდან გადასვლა ახალ არქეტიპში, სადაც თუ ადრე ითვალისწინებდი ბევრ რამეს, თუ ადრე გბოჭავდა, ან ოჯახი, ან საზოგადოება, ან რაღაც წესჩვეულებები, ეხლა ხარ გაშლილი, აი ნახე შენს ქალურ ენერგიას, შენ ქალურ ვნებებს, შენ სურვილებს, შენ მიღწევების არ გიშინი, აუხსნი ამას გზას და აი ნახეთ როგორი ის არის მართლაც, აი ნახე როგორი კარი, რომელიც არ არის შენობის, აი თითქოს ასეთ უდაბნოში რაღაც ისეთ სივრცეში არის კარი და მიდის ღია ეს სივრცე. ასე რომ სამყარო გეხმარება ამას, სამყაროს უყვარს გაბედულება, სამყაროს უყვარს თავის ადამიანი, რომელიც ყველა უყვარს, მაგრამ მხარს უჭერს იმას, ვინც თავის შინაგან ხმას უსპენს და არ თრგუნავს იმ ნიჭებს, იმ სურვილებს, რაც ღმერთმა მისცა მას, რომ გამოიყენოს, ასე ვთქვათ, მოდი ვნახოთ ახლა აქეთ რა ხდება. აქეთ არის გზები, მაგრამ ეს გზა არ არის გზავრობის გზა, ეს არის თქვენი ცხოვრების გზები და ერთ-ერთი გზა განსაკუთრებით ძალიან დიდ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანს. მეორე გზას კიდე როგორი ანგელოზი აზის გილოცავთ, ანუ ძალიან კარგი არჩევანი გაქვთ თქვენს ცხოვრებაში. ეხლა გადავიდეთ აი აქ. ძალიან საინტერესო რაღაცები არის მომავალშიც. თითქოს შენი წარსულიდან აწმყოდა სცენა გამოდის და გრძელდება. კაცის ენერგია არის, რომელიც რაღაცას ინანიებს, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობაში და აი მან გაშლილ თვიან ქალთან არ არის ეს მნიშვნელოვანი, რომ თქვენ გაშლილი და გრძელი თვები გქონდეთ, ეს არის ქალური ენერგია, ხო? თვის ენერგია ეზოთერიკაში.
რომელიც თაყვასცემს თქვენს ქალურ ენერგიას, თქვენს სილამაზეს, თქვენს დიდებულებას, თქვენთან იხრის თქეთს ეს ადამიანი. აი აქ ზევით აი შავლაქას რო ხედავთ, აბა დააკვირდით, თითქოს ხარია გაწოლილი და ზეთხედია. ეს არის ძალიან ძლიერი მატერიალური ძალა, ფული და იცი რას ნიშნავს ეს, რომ ძალიან მალე მომავალში თქვენ მიაღწევთ ისეთ ფინანსურ მდგომარეობას, რომ მასზე აღარ იქნებით დამოკიდებული. ანუ ფული არ გადაწყვეტს, არ განაგებს თქვენს ცხოვრებას, არამედ თქვენ განაგებთ ფულს. ანუ თქვენ ფულის ზევით იქნებით, ფული აღარ იქნება რაიმე შემბოჭველი ან რაღაცა. აი როგორ აგიხსნათ, ნახეთ, იმდენი ფინანსები გექნებათ, რომ ეს თემა ფული აღარ იქნება მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში, აღარ ექნება გავლენა. როდესაც რაღაცაზე ძლიერი ხარ, ის კი აღარ გმართავ შენ მართავ მას. გობით პატარა საათია, რაც პერიოდს აჩვენებს, რომ სამყაროში უკვე რაღაც პერიოდი არის, ასე ვთქვათ, ჩაფიქრებული, რომ აი ამ პერიოდში უკვე ეს დრო ათვლილია, რომ თქვენ მიაღწიოთ ასეთ ძლიერ მატერიალურ მდგომარეობას. ქვევით კიდე ჩანს ჩიტი, აი ტოტოზე მჯდარი ჩიტი, ეს არის თქვენი იდეები, შემოქმედებითი რაღაცა შეტყობინებების ასრველი. ეხლა კიდე რა მინდა დაგანახოთ, ნახეთ, აი ამ ხარის ქვევით ორი ფიგურა არის, რომელიც ერთი ქალი არის, აი ესეთი რაღაცნაირი ოდნავ სულ მოხრილი, დიდი მკერდით, დიდი ადრე ბუმბულებიანი ქუდები ეხურათ ესეთი და მის წინ კაციც, აი თითქოს გულში რაღაცა აქვს ჩადებული, აი გულმკერდში ჩადებული და დავდახრილი. აი აქაც აჩვენებს, რომ აი რაღაცა დიდი მკერდი ეს ქალის სიმბოლო არის, განსაკუთრებით მის ქალურ ენერგიაზე. ქუდი ეს არის მისი უკვე გაზრდილი ხართ, ნახე, გოგო აღარ არის, ეს არის ქალის ენერგია, რომელსაც ქალური ვნებაც აფეთქებული აქვს და უკვე ცხოვრებისეული გამოცდილებაც მიღებული აქვს და მის წინ ძღვენით, რომელსაც მალავს. ესე გამოსაჩენად არა, მამაკაცი თავს უხრის. და აი აქ ისევ აი ეს ფიგურა ულამაზესი მინდა დაგანახოთ, ნახეთ. აი ნახეთ როგორი დაჩოქილია ქალია ეს გრძელი თმით და მას როგორ აღყურებს ესე ვთქვათ ადამიანის სახე. ანუ ადამიანი, რომელიც ძალიან გეტრფით გამოჩნდება ეს ადამიანი დიდი ტრფობით. თეთრი ფიგურა ჩანს კიდე. ყავიჩიკა არ უყვარს ჩემს ტელეფონს უბრუნდოვნად აჩვენებს. ან მე ვერ ვაკეთებ რაღაცას, მომიტევეთ, არ ვარ ტექნიკაში ძლიერი, ეს ჩემი სუსტი მხარეა. ხო, აი კაცი ჩანს თეთრი ფიგურა, ესეთ ორივე ხელი გაშლილი, თითქოს ქადაგებს, ან აი ვიღაცა რომ მოდის და უნდა შეეგებო. აი ესეთი უკაცრავად თითქოს ეგებება ვიღაცას. ეს არის შენი შინაგანი სულიერი მდგომარეობა, რომელიც ღმერთს ეუბნება, რომ მე მზად ვარ ყველაფრის მისაღებად, რასაც მიგზავნი. მე მზად ვარ შენი მადლის მისაღებად, მე ვაფასებ ყველაფერს, ვარ მადლიერი და მე ვიღებ შენს წყალობას, აი ესეთი ფორმა აქვს. გვერდზე დგას კაცი შავი სათვალით და აი ნახე გულზე უსასრულობის ნიშანი აქვს და შიგნით ეს წერტილებია, თითქოს თვალები აქვს ამ უსასრულობის ნიშანს. ეს ისევ და ისევ ის მამაკაცია, რომელიც მოკლედ, ვინც ახლა ამ ყავისჭიქას უყურებს, ვინც იგრძნო, რომ ეს მისი ჭიქა არის, მისთვის დავლიე, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მამაკაცი არის კარმული.
მამაკაცთან არაფერი არ დამთავრებულა და ეს მამაკაცი გაკვირდებათ, უსასრულოდ გაკვირდებათ, უსასრულოდ უნდა თქვენთან მოსვლა და აუცილებლად მოვა, იმიტომ რომ აი ზევით ნახეთ როგორი რვიანი წერია. ეს არის ესე დაწერილი, თქვენ სანამ დაიბადებოდით, თქვენ დადეთ შეთანხმება, რომ რაღაცა უნდა დაასრულოთ ამ ცხოვრებაში, რაღაცა მისია გაქვთ და ეს მისია დამთავრდება. ესე არ იქნება ახლა როგორც არის და როგორც ფიქრობთ. კერძში მეთქი რა შუაში ამ კერძი და მსკერზე, აი ესეთი როგორი ჩამოღვენთილი დემონის, წაგებული დემონის სახე არის, დიახ, წააგო იმ დემონმა, რომელიც თქვენ გებრძოდათ და თავზე როგორი ამაყი ძაღლი აზის, გამარჯვებული დაცულობის ენერგია. და ზევით მე მინდა განახოთ აი თან ძალიან კარგად ჩანს აი ეს ფიგურა რომ გაჩვენეთ ქალი, კაცი და ჩოქილი ხა მე მინდა მთლიანად შეხედოთ ამას ესე არ აღიქვათ როგორი ულამაზესი შავ-თეთრი ლეკვი არის გამოსახული. ძაღლი საერთოდ ყავიჩიქაში ეს არის ძალიან ძლიერი დაცულობა სამყაროდან, ღმერთისგან, თქვენი მფარველი ანგელოზისგან, თუმცა შეიძლება ეს დაცულობა არა მარტო ესეთი ენერგეტიკული იყოს, ვიღაცა ადამიანის სახითაც იყოს, რაც ცხადია, ხო? ისევ და ისევ ზევიდან მოდის, ხო? სამყარო გახვედრებს, თქვენ იმსახურებთ და გახვედრებთ ესეთ კეთილ ადამიანებს და ესეც ანუ შემთხვევით არაფერი არ ხდება, ესეც ღმერთისგან არის, რომ თქვენთან ესეთი ადამიანია, ვინც გიცავს და დაგიფარავთ და ეს იქნება აუცილებლად აი ესეთი დაცულად ხართ და იქნებით. ღმერთისგან იღებთ ძალიან დიდ მადლიერებას, ძალიან დიდ ფინანსურ შემოსავალს, მაგრამ ეს არ არის ერთჯერადი, ეს არის სტაბილურობა, ის საერთოდ რო არ ღელავთ, როგორც აი როგორ გითხრა, მდიდარი რომელიც არ შრება და მუდამ მოდის, ხო? და ისე ძალიან მშვიდად ხარ, რომ არის მდიდარი რომელიც მუდამ იდინებს, იმდენი რამდენიც გჭირდებათ. არის ადამიანი, რომელიც თქვენი სულიერი მეგობარი იქნება, რომელიც დაგიცავთ, რომელიც შეგავსებთ და რომელიც ისეთ სიყვარულს მოგიტანთ, ისეთ თავისუფალ ფრთებგაშლ სიყვარულს, რომელზეც ოცნებობთ. ასევე ჩანს, რომ ბნელი პერიოდი, ტკივილები დასრულებულია. შეიძლება რაღაც ცხოვრების ეტაპზე წამოვიდეს კიდე ახალი განსაცდელი, რომელიც გუზრდის და კიდევ რაღაცა დიდი ზრდა განიცადოთ, მაგრამ ეხლა მოვიდა თქვენს ცხოვრებაში საჩუქრების პერიოდი, ეხლა მოვიდა თქვენს ცხოვრებაში კეთილდღეობის პერიოდი, თქვენ ამას იმსახურებთ და მიიღეთ ეს ღვთისწყალობა. ისევ შეგახსენებთ, რომ ვარ ნათია შაი, დალაიქეთ თუ მოგეწონათ ვიდეო, გამოიწერეთ აუცილებლად არხი, გაცვალეთ ეს ენერგეტიკული ბალანსი რო არ დაირღვეს თქვენთან, ხოლო ვისაც სურთ ჩემთან დაკავშირება, ჩემი ნომერია 591335007. დღეს ძალიან ბევრი თქმელი იყო, ეს ჩიქა კიდე ბევრი რაღაცა ფიგურები ჩანს, მაგრამ მე მგონი საკმარისად ამოვიღე ინფორმაცია, რაც მინდოდა მეთქვა. აი კიდე დავინახე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ტაძარი მაღლობზე მდგომი და გაიხსენეთ თუ თქვენ ამ ბოლო პერიოდში იყავით სადღმე ასე ვთქვათ ძველ ტაძარში, საგვარეულო ტაძარში, მნიშვნელოვან ტაძარში მისი მადლიც მუშაობს თქვენზე თუ არა გააკეთეთ ეს როგორც გექნებათ შესაძლებლობა. ძალიან ესეთია გახსნილი არის ის კავშირი, ვიტყვი ესე გვირგვინის ჩაკრა თქვენი ძალიან ბევრი შრე არის გახსნილი და თქვენ გაქვთ რაღაცნაირი მაგიური კონტაქტი მაღალსულიერ ძალებთან. წყალობთ ეს ძალები და უბრალოდ არავის არაფერი არ წყალობს. თქვენ ეს დაიმსახურეთ კიდევ ერთხელ გეტყვით და აი ეს უსაყვარლესი დარწმუნებული ვარ ყველა ხედავთ, აი ეს უსაყვარლესი ძალა, ენერგია, დაცულობა თან როგორი თბილი და ტკბილია, ხო ეს ლეკვი, აი ესეთი თბილი, ტკბილი დაცული ცხოვრება ჩანს დიდხნიან ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში, გისურვებთ წარმატებებს. ვისაც სურთ ჩემთან დაკავშირება, ჩემი ნომერია 591335007. მომწერეთ ვიბერზე ან WhatsApp-ზე. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე თქვენი ნათია შაი.